ვიდეო, რომელშიც 14 წლის მოზარდ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ამ დრომდე სოციალურ ქსელშია მიმართვაში ბლოგერი კონკურენტის ცემას და მოკლაზე ჯილდოს აწესებს. აუცილებელი პირობა შემსრულებელმა პროცესი გადაიღოს და ვირტუალურ სივრცეში გაავრცელოს. მესამე სექტორი ინტერნეტ სივრცის კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას მოითხოვს. Ustad 20 წამში დავანგრევ მთლიანად მის ცხოვრებას. ვიდეო, რომელშიც 14 წლის მოზარდ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეო მიმართვის ავტორი სახელწოდებით პროვოკატორი კონკურენტი ბლოგერის ცემასა და მოკლაზე $500 აწესებს. თანხას კი იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ შემსრულებელი ამ პროცესის ვიდეოს გადაიღებს და სოციალურ ქსელში ატვირთავს. დაპირისპირების მიზეზი ერთმანეთის ვიდეოების წაშლა გახდა. ვიდეოები წამიშალა, რატო ხარ ეგეთი უსუსური? მორჩა მეგობარო, ეხლა რამდენმა ადამიანმა ნახა ის იცი და რამდენი დაგიწყებს ძებნას. მუქარის შემცველი ვიდეო უკვე რამდენიმე საათია სოციალურ ქსელშია განთავსებული. ის უკვე 9000-მდე ადამიანმა ნახა. ვიდეოს მოზარდების კომენტარებიც ახლავს, რომლებიც შეთავაზებულ პირობებში გარკვევას ცდილობენ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა არ ახმაურებენ, დაიკითხებიან თუ არა ვიდეო ბლოგერები. უწყებაში არც იმაზე საუბრობენ, თუ რატომ არის ამ დრომდე ძალადობის შემცველი ვიდეო ხელმისაწვდომი. ვიდეო ბლოგინგი ძირითადად ახალგაზრდებშია პოპულარული კადრები და მიმართვები კი სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება. ბლოგერები ამბობენ, რომ ეს სოციალური ქსელების მომხმარებელზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის კარგი